საქართველოს ტერიტორიის 44.5% ტყითაა დაფარული. ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველო განეკუთვნება ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვს. ბიომრავალფეროვნების მხრივ ქართული ტყე ეროვნული, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის ფასეულობაა. საქართველოს მთავრობა სატყეო სექტორის რეფორმას ახორციელებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტყეების ეკოლოგიურად გონივრული, სოციალურად სამართლიანი და ეკონომიკურად წარმატებული მართვა. მათ შორის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, დეგრადირებული ტყის აღდგენა და მოვლა, მრავალმიზნობრივი ტყით სარგებლობა, ტყის რესურსების მდგრადი მართვა და გამოყენება ახლანდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ქვეყანაში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა. მერქნული რესურსებით სარგებლობის სწორი მექანიზმის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მერქნის გამართული ბაზრის ჩამოყალიბებას და ტყის ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნებას, მისი ეკონომიკური და სოციალური მიზნით გამოყენებისთვის. შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ტყის სიჯანსაღე და ბიომრავალფეროვნება. ახლაც და მომავალშიც მივიღოთ ტყისგან მრავალფეროვანი სარგებელი.